იესო ქრისტეს ლოცვა ღვთისკენ მიმავალი ყველაზე პირდაპირი გზაა? დიახ, ის არის. ყველაზე პირდაპირი გზა. იმას არ ვამბობ, რომ სხვა ლოცვები არ არის პირდაპირი გზა ღმერთთან. მაგრამ ქრისტეს ლოცვა ამაში გამორჩეულია, რადგან მაცხოვარი ჩვენთან ყველაზე ახლოს არის. იესოს ლოცვა ძალიან მოკლეა, რომელიც შეიძლება განუწყვეტლივ ვიმეოროთ. მაგრამ ლოცვას უნდა ვიმეორებდეთ ქრისტესადმი, ჩვენი სიყვარულის, მის მიერ ჩვენთვის გაღებული მსხვერპლის, მასთან ერთობისა და ცოდვისგან გათავისუფლების სურვილით. რადგან ცოდვა არა მხოლოდ ღმერთისგან, არამედ ადამიანებისგანაც გვაშორებს. მასში ვიღებთ ძალას იმისთვის, რომ შევასრულოთ ის, რაც ქრისტემ გვთხოვა. გვიყვარდეს იგი, მივბაძოთ მის მსხვერპლს, გვიყვარდეს მოყვასი და განვეშოროთ ცოდვას. ცოდვას, რომელიც გვაშორებს ღმერთისგან და ადამიანებისგან. შეგიძლიათ მუდამ იმეოროთ ლოცვა. უნდა მიდიოდეთ სულიერ ადამიანებთან, რომლებიც ლოცვას პრაქტიკაში ასრულებენ. მაგრამ ისინი ამას ხმამაღლა არ ამბობენ. არ სურთ ამით დაიკვეხნონ, თუმცა შესამჩნევია მათი სულიერება, იგრძნობა, რომ ამ გზაზე დგანან. მთავარია, შენ მუდმივად გქონდეს ქრისტეს ხსოვნა, შენს გულსა და გონებაში. თუ ვერ ახერხებ ხმამაღლა თქმას, ეს მაინც გაიმეორე. უფალო იესო, უფალო იესო, უფალო იესო, უწყვეტად თქვენს გონებაში. რადგან ცოტაა ისეთი ბერი, რომელსაც მხოლოდ ამ ლოცვისთვის აქვს დრო. ადამიანები მრავალი საქმით არიან დაკავებულნი. მაგრამ ქრისტეს ხსოვნა ყოველთვის შეიძლება გქონდეს. მუდამ გქონდეს სურვილი მის სიახლოვეს იყო და სურვილი, რომ ის იყოს ახლოს შენთან. აქედან გამოიტანეთ დასკვნა. ვალდებული ხარ, იყო ახლოს სხვებთან, არ იყო უხეში, არ იყო გულგრილი, არამედ იყო კეთილი. რა როლი აქვთ მონასტრებს თანამედროვე სამყაროში? მონასტრებში შეგვიძლია ვიპოვოთ სულიერად გამოცდილი ადამიანები. ისინი არიან უწყვეტი ლოცვის მქონენი. ჩვენ მივდივართ მათთან, რომ გვასწავლონ ლოცვის ნება, რომ ვნახოთ, როგორ მოიკვეთეს მათ ამ ქვეყნიური ნივთიერებათა ზედმეტი წუხილი, რათა ჩვენ თვითონაც ზედმეტად არ დავიტვირთოთ ამ ქვეყნიური საზრუნავით. მონასტერი მაცხოვრის ციტადელია. თუ გვინდა ქრისტესთან მტკიცე კავშირი, უნდა მივიდეთ მონასტერში, ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებიც ან პრაქტიკულად ასრულებენ იესოს ლოცვას, ან განუწყვეტლივ მაინც ფიქრობენ მაცხოვარზე.